28 აპრილს 20 საათზე რუსთაველის თეატრის სცენაზე ჯგუფ ურსას კონცერტი გაიმართება. მუსიკალური პროექტი, რომელიც ხარისხიანი ცოცხალი მუსიკის ტრადიციად იქცა, ახალ სეზონს განახლებული ფორმატით და განსაკუთრებული მასშტაბით ხვდება. ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად ჯგუფ ურსას წევრები გიორგი ძოწენიძე და ლევან ფერაძე გვეტყვიან მეც დაგეგმილი კონცერტის შესახებ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უღრმესი მადლობა ამ შესანიშნავი განწყობის შექმნისთვის და მოდით უთხრათ რა ელოდება 28 აპრილს მაყურებელს. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს იქნება ძალიან მასშტაბური, ძალიან განსხვავებული და აი რას უნდა ელოდეს მსმენელი. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, ჩვენთვის ყოველთვის ძალიან სასიამოვნო თქვენთან სტუმრობა და ჩვენს და თქვენს ასე ვთქვათ საყვარელ ტელემაყურებელს აქედან მოსიყვარულება. კი ბატონო, ძალიან განსხვავებული კონცერტი იქნება მართლაც, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ გვემატება ახლა როგორც ტელემაყურებელმა ნახა სიმებიანი კვარტეტი, რომელიც არაჩვეულებრივ მართლა ჟღერადობას მატებს, ზენს ჩვენს ასე ამდიდრებს. ნამდვილად ძალიან ამდიდრებს, შეიძლება სუბიექტურადაც ვამბობ, მაგრამ ვფიქრობ მართლა ასეა და ასევე კლავიში, რომელიც დღეს არ არის ჩვენთან ერთად წარმოდგენილი და კონცერტზე იქნება. ძალიან საინტერესო მუსიკალური, ასე ვთქვათ, თავგადასავალი ელოდება ჩვენს მსმენელს, ვინც მოვა 28-ში ჩვენთან რუსთაველის თეატრში. აი, საინტერესო კონცეფცია, რომ მსმენელისთვის ახალი მუსიკალური გამოცდილების გაზიარება იქნება 28-ში. რას გულისხმობს? აი, რეპერტუარზეც რომ მოგვიყვეთ, ეს იქნება განსხვავებული, იქნება ძველი თქვენი ყველასთვის საყვარელი ჰიტები თუ ეს თუ იგივე ეს ჰიტები შეიძლება იყოს განსხვავებული ვერსიით. კი, განსხვავებული არანჟირებით იქნება. ჩვენი ჰიტები, ასე ვთქვათ. და მაგაზეც იყო საუბარი, თვითონ მსმენელი როგორ მიიღებდა, მაგრამ წარმატებით მესხიშვილის თეატრში ჩავატარეთ კონცერტი კვარტეტთან ერთად და მშვენიერი გამოვიდა. რატომ ლოკაციაზე მინდა ვკითხოთ, რატომ შეირჩა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრი, რამე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ამ მიმართულებით, ეროვნული თეატრი ბოდიში აკადემიური კუთხით ზენს, კვარტეტი ხო აკადემიური კუთხით ზენს ჩვენს მუსიკას რეპერტუარს და შესაბამისად თუ არა რუსთაველი სხვა რა უნდა ყოფილიყო. რა უნდა ყოფილიყო ნამდვილად და აი კონცერტების სერიების ფარგლებში კეთდება ხო სწორად ვიცით პროექტის ამ კონცერტის ორგანიზატორი არის კომპანია Sparks-ი და ჩვენ როგორც ახლა საკო მისი წარმომადგენელი დღეს არ არის საომი ჩვენთან ერთად, მაგრამ როგორც ვიცით კი ბატონო რაღაც კონცერტების სერია, რომელს სერიაში ჩვენი ჯგუფი მოქცეულია, ამაზე უფრო უკეთ ბუნებრივია ისაუბრებს შემდგომ. მაგრამ ჩვენ გვიხარია, რომ ამ ძალიან პრესტიჟულ და ძალიან, ასე ვთქვათ, საამაყო მუსიკოსებთან ერთად გვიწევს ამ ციკლში ჩართვა. ძალიან მიხარია და ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია ამ ადამიანებთან ერთად მუშაობა, რადგან ნამდვილად თავის საქმის პროფესიონალები არიან. ლევანმა სწორად ახსენა, როგორ არის იცით, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი არის ის, რომ ძალიან დიდი ენერგია და მუხტი მოგვაქვს, ასე ვთქვათ, ხალხის თქმით. და ძალიან ცოტა სარისკო იყო ჩვენგან ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან ვფიქრობთ, რომ შეიძლებოდა ამ ჩვენს ძალიან დიდ პლუსს, რაც გვაქვს, ხელი შეშლოდა აი ამ აკადემიური ნაწილის გაძლიერებით. მაგრამ მართლაც მესხიშვილის თეატრში იმდენად წარმატებით ჩაიარა, ბუნებრივია იქ ქუთაისელი ხალხის ძალიან დიდი სიყვარულის დამსახურებით, ხო? ამ ყველაფერმა რომ გადავწყვიტეთ, ასე ვთქვათ, ბეჭედი დავასვით, რომ ეს მართლაც გამართლებული პროექტია და ნამდვილად ღირს რომ სხვა სცენებზეც გავიტანოთ. და ეს რუსთაველის თეატრში იქნება ახლა 28-ში. შემდეგ კიდევ დიდ, ასე ვთქვათ, გარე ღონისძიებებზეც ჯერ არ გაგვიტესტავს და აუცილებლად გავტესტავთ. თუნდაც ვიტყვით, როდესაც ეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს მოიცავს, თუ თბილისში იგეგმება კიდე. თბილისში ჯერჯერობით კონკრეტული კონცერტი არ აქვს დაგეგმილი 28-ის გარდა. მაგრამ აუცილებლად არის უკვე დაგეგმილი და ამას გავაჟღერებთ ცოტა ხანში, დღეს არა. ანუ კიდევ ერთხელ სიამოვნება გველოდება. უახლოეს პერიოდში კიდევ ერთხელ გელოდებით ეს. და
და მათ არიან ადამიანები, რომლებიც და განსაკუთრებით მცირეწლოვანი ჩვენ მსმენელები, რომლებიც ვერ ახერხებენ რუსთაველის თეატრში წამოსვლას და მათთვის განსაკუთრებით კიდევ იქნება გარე კონცერტები, ასე ვთქვათ, სადაც დასწრება თავისუფალი იქნება. ასე რომ მცირეწლოვანს ეს გულისხმობთ 7 წლის ასაკიდან ზემოთ არის ისედაც დასწრება კი, მაგრამ ზოგს ხო ისეთი შეიძლება ბილეთი შეძენა ვერ მოახერხოს ან რაღაცა სხვა პრობლემა ქონდეს და მასშტაბის, სხვა მასშტაბის კონცერტს გულისხმობს. არა, კი, მე უბრალოდ ვიგულისხმე, რომ ალბათ უფრო პატარა ასაკის მსმენელსაც დიდი სიამოვნებით დაეწრება და ენდომემად კონცერტებზე, რომელიც ბოდიში საჯარო სივრცეში იმართება და ძალიან დიდ რაოდენობაზე არის ხოლმე აუდიტორიის წინაშე წარდგენილები არიან ხოლმე და ძალიან უყვართ პატარებსაც, დიდებსაც, ნებისმიერი ასაკის. ნუ მესხიშვილის თეატრში მაინც უფრო აკადემიური კონცერტი იქნება. ჩვენ მაინც როგორც არ უნდა ვიცადოთ. სხვათა შორის 10 წელზე იყო მინიმალური ზღვარი 10 წელზე იყო 10 წელზე პატარა ბავშვს არ შეეძლო მოსვლა და ჩვენ დავაწერეთ 7 წლისას. და მაგასთან დაკავშირებით თქვა რომ ესეთი ფაქტი მოხდა მესხიშვილის თეატრში რომ როცა კონცერტი დამთავრდა და მსმენელს შეხვდით სურათები გადავიღეთ ერთ-ერთმა ბავშვმა თქვა რომ ფანდურზე დადიოდა და თქვა რომ დედა სასწრაფოდ შემიყვანე ჩელოზე ან ალტზე ან ვიოლინოზე და ძალიან მოიწონათ ესე უშუალოდ ახლოდან რომ როდესაც ნახეს და პირდაპირ მოусმინა. არაჩვეულებრივი მოტივაცია არის ახალგაზრდა თაობისთვის. თქვენ როდესაც მაყურებელი გხედავთ სცენაზე, აი რაღაც სხვა მუხტი იგრძნობა ერთმანეთთან, გუნდის წევრი, რა თქმა უნდა, ახლა როდესაც ჯგუფია, იქ აუცილებელი არის ეს გუნდურობა, ყველაფერი, მაგრამ თქვენგან მოდის ის განსაკუთრებული მუხტი, ემოცია, რაც ჩვენამდე მაყურებლამდე აღწევს. ჩვენ ვხედავთ ყოველთვის კარგად, დავარცხნელ, მოწესრიგებულ საკონცერტო მუსიკალურ ნომრებს, შესრულებას და ასე შემდეგ, რაც მართლაც ბუნებრივიც არის და ძალიან გვახარებს. აი როგორია თქვენი სამუშაო პროცესი, ესეც მაინტერესებს ერთმანეთთან, როგორ ხდება ხოლმე, აი თუ რაღაც იდეა გაქვთ, მე ამ იდეის განხორციელება. მაგ კონცერტის მიღმა სამუშაოს უკან ძალიან დიდი სიყვარული არის და ეს არის მამოძრავებელი ძალა, მთელი ფორმულა და საიდუმლო ასე ვთქვათ. ეს იგრძნობა სცენაზე, როდესაც არტისტი დგას სცენაზე, იგრძნობა როგორი მუხტით და როგორი პოზიტივით მუშაობს ეს ყველა მსახიობს და არტისტს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც სცენაზე უწევს დგომა, ამის გარეშე არ არსებობს და თქვენი ყოველთვის გადამდებია, იმიტომ რომ აი ინტერნეტში რაღაც ნაწყვეტებს დებენ ხოლმე თქვენი გამოსვლებიდან და მე მგონია ეს მესხიშვილის თეატრში ჩატარებული კონცერტის ნაწყვეტები მაქვს ნანახი, სადაც დარბაზიდან მეორე იარუსიდან მეორე სართული ორიგინალური მოფიქრებაც და ეს თვითონ აი რაღაცა ისეთი არტისტული არ მარტო თქვა საშემსრულებლო, არამედ როგორც მსახიობები და როგორც აი რაღაცის წარმოდგენები. სიმართლე გითხრათ, აი მოდი ასე შევხედოთ. აი ორი საკითხი, ერთი ის რომ ჩვენ ერთმანეთს რომ ძალიან გვიყვარს, ეგ ჩვენი მთავარი მართლა წარმატების ფორმულაა, იმიტომ რომ 15 წლის წინ დავიწყეთ და ერთადერთი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მეტი და ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი წარმატება მოაქვს ჩვენში, ეს არის ერთმანეთის სიყვარული და ერთმანეთი. მუსიკაში საერთოდ 15 წლის წინ ახლა რა კარგად არ ვიცი. ეს უნივერსიტეტიდან დაიწყო. უნივერსიტეტიდან დაიწყო. ბუნებრივია, სტუდენტები ვიყავით, არც პროფესიონალები ვიყავით, არაფერი, უბრალოდ ერთმანეთი ისე გვიყვარდა და ეს საქმე ისე გვიყვარდა, რომ დღემდე აი ზუსტად ამ განცდით და ამ ემოციას მოაქვს ზუსტად ჩვენთვის ეს წარმატება. ბუნებრივია წლებთან ერთად გამოცდილებაც მატულობს. და რაც შეეხება აი იმ არტისტიზმს, რაც ჩვენს კონცერტზე ხდება, ხო? დღეს მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ძალიან უბრალო, ძალიან ჩვეულებრივი რამეა, იმიტომ რომ რასაც გძნობთ იმ მომენტში, ზოგჯერ ზედმეტიც მომდის ხოლმე სიმართლე გითხრათ, ასე ვფიქრობ, აი სცენაზე მე რო გადავხედავ ხოლმე ჩემს ასე ვთქვათ საუბარს და ასე შემდეგ რაღაცეებში კორექტირებებს შევიტანდი ხოლმე, მაგრამ მაინც ვცდილობ, რომ ზედმეტად არ შევეხო აი ამ ნამდვილ და წრფელ ემოციას. რადგან ზუსტად ვფიქრობ, რომ ამაში დევს. ხო, იმიტომ რომ ეს რო შევბოჭო და ეს რო დავბლოკო, ხო, შეიძლება ის საერთოდ დაიკარგოს ის რაღაც სინამდვილე, რასაც რეალურად რეპეტიციებზეც ეგრეა, როცა მუსიკას უკრავთ, თუ ემოცია არ მოაქვს, აღარ ვაგრძელებთ მაგ მიმართულებით. ასე რომ მართლა არ ვიცით 28-ში რა შეიძლება დახვდეთ ჩვენ მსმენელს
გარდა იმისა, რომ დიდი სიყვარული და დიდი სითბო ხვდებათ, სიურპრიზი დავტოვოთ. რა სიტუაცია შეიქმნება, მაგის მიხედვით წავა კონცერტი. მაგრამ სიტუაციის მიღმა, აი მესხიშვილის თეატრში გამართული კონცერტი ახსენეთ და იმ განსხვავებული კიდევ რა შეიძლება რომ იყოს რუსთაველის თეატრში. ეს არ ვიცი რეპერტუარში შეეხება თუ რაღაცა სიურპრიზები გაქვთ კიდევ მომზადებული მსმენელისთვის. ვერ გეტყვით. ან ახალი კომპოზიცია. იცით რა, ზოგადად საერთოდ ახალ სიმღერებს კონცერტებზე თავს ვარიდებთ ხოლმე, რადგან სანამ სიმღერა არ მიაღწევს იმ პოპულარობას. გაჭდება, ხო. ხო, და არ შეიყვარებს საზოგადოება, მაინც ვფიქრობთ ხოლმე, რომ ცოტა დრო მივცეთ ხოლმე რაღაც კომპოზიციაში. მოდის რაც უყვარს იმის მოსასმენებს. მაგრამ შესაძლოა ერთი რაიმე ახალი სიმღერა ვიმღეროთ. შეიძლება არა, ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ მსმენელს პირდებით, რომ ის სიმღერები, რომელიც მათ ძალიან უყვართ, იმ სიმღერებს მოვასმენინებთ აბსოლუტურად განსხვავებული ჟღერადობით. საერთოდ ჩემი აზრით სწორი მიდგომა არის, იმიტომ რომ მაყურებელი მოდის ხოლმე იმ სიმღერაზე, რომელიცაც თქვა შეიყვარა ესა თუ ის კოლექტივი და იმას უნდა მოისმინოს ეს ცოცხლად და ახალს შემზადება და თავისი რაღაცა სპეციფიკა ჭირდება და ესეც ჩემი აზრით სწორი მიდგომაა და მაყურებელი დიდ სიამოვნებას მიიღებს უკაცრავად. ბილეთების შესახებაც მინდა გითხოთ, როგორც ვიცით, უკვე მიმდინარეობს და ვისაც სურვილი აქვს შეუძლიათ რომ შეიძინონ, სად არის ხელმისაწვდომი, მოკლედ როგორ უნდა მოვიდეთ თქვენს კონცერტზე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბილეთები ჯიზე ონლაინ, შეუძლიათ ჩვენს მსმენელს შევბრძანდნენ ამ საიტზე, ჩაწერონ ურსა, ურსა შეიყვანთ 28 აპრილს ეწერება, შევლენ და იქ უკვე შეუძლიათ აარჩიონ თავიანთი სასურველი ადგილი და შეიძინონ ბილეთი. ცოტა დრო რჩება და იმისათვის რომ მოასწრონ, აუცილებლად უნდა იჩქარონ რომ მოხვდნენ ამ კონცერტზე, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვება. მეც დარწმუნებული ვარ. ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მუსიკალური ნომრის შემდეგ მით უმეტეს ნამდვილად დაგვეთანხმება მსმენელი, ვინც არ დასწრებია და არ მოусმენია ქუთაისში, რომ ეს თქვენი სიმებიან კვარტეტთან ერთად გაჟღერებული სიმღერა ნამდვილად შესანიშნავად ისმინებოდა და დარწმუნებული ვარ, რომ დიდ ფურორს მოახდენს 28-შიც ახალი კომპოზიცია. უბრალოდ ძველი კომპოზიციები ახალი სტილით შესრულება. კი ბატონო, სხვათა შორის კარგია რომ ეს სიმღერა აღნიშნეთ. გულწრფელად შეგვიძლიათ გითხრათ თუ მოგეწონათ ეს სიმღერა. ძალიან. ეს სიმღერა იყო პირველი, ანუ ჩვენი ასე ვთქვათ კოლაბორაციის პირველი ხო, პრემიერა ნაწარმი, მოდით ასე ვთქვათ. ეს სიმღერა არის ლილიკო ნევსაძის არაჩვეულებრივი ჩვენი მეგობრის კომპოზიტორის შექმნილი ქალბატონი ირინა სანიკიძის ტექსტზე. და ამ ორი ადამიანის ზოგადად კოლაბორაცია ძალიან საინტერესო გამოდის ხოლმე და თუ ჩვენ ვართ ამ ყველაფრის შემსრულებლები, განსაკუთრებით სასიამოვნოა ხოლმე და ამასთან ერთად ორკესტრი, ეს მინი ორკესტრი, ასე ვთქვათ, კვარტეტი რო დაემატა, მართლა ძალიან საინტერესო და ლამაზი გამოვიდა. არა, ძალიან ისეთ ამაღლებულ ხასიათზე გაყენებს, იმიტომ რომ თვით მელოდიაც, ტექსტიც მოდის პირდაპირ ბუნებრივად და არაჩვეულებრივი კომპოზიტორი, არაჩვეულებრივი ტექსტის ავტორი და მსმენელისთვის ნაცნობი და პოპულარული ორივე და თქვენი შესრულება იმდენად გადამდები იყო, რომ აი რაღაც რიტმს ავყევი და ხასიათით რაღაცნაირად გამომიკეთ და გამომიმას მიქნა ახლა რაღაც. ასე რომ კიდე უფრო მეტად გინდათ რომ გამოგიკეთოთ ხასიათი. 28-შიც მოძებნე. მე იქ დაგვდები. თემიკოზე არ ჭირდება პატიჟება იქ ცხოვრობს. ფაქტია. უკვე თეატრი ემზადება. ერთხელ შეიძლება ისე მოხვიდეთ სხვას როგორც მაყურებელს მსმენელი. არა, ეხლა მოვალ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ემზადება თეატრი ამ თქვენი კონცერტისთვის და ყველა მე წინასწარ ვიცოდი ეს, იმიტომ რომ ჩვენ განრიგი რო გვირიგდება იქ. ეწერია რომ აი 28-ში არის უსას კონცერტი, ასე რომ მე მომზადებული ვარ ამის. კი ბატონო. თბილისის კონცერტები წინასწარ არ ვიცით, თუმცა იმედია რომ ვინც ვერ მოახერხებს რუსთაველის თეატრში ან ადგილებიც ალბათ შეზღუდული ამდენი არ იქნება რამდენიც სურველი, იმედი მაქვს რომ კიდევ გვექნება შესაძლებლობა დასწრების. მე ის გამიჩნდა რომ აი თქვა მესხიშვილის თეატრი, ახლა რუსთაველის თეატრი კიდე არის საქართველოში თეატრები და ეს რომ აითვისო ძალიან კარგი ოზურგეთში გადასარევი თეატრია. აუცილებლად არაჩვეულებრივი
სულ აზრია და ბევრ ქალაქში ჩვენ გვაქვს საშუალება რომ თეატრმა იმას პინძლოთ და რაღაც აი აკადემიური სტილიც რომ დაიმკვიდროთ, იმიტომ რომ ისედაც არ გაკლიათ, მაგრამ თქვენ მაინც უფრო ბევრ ხალხში ხართ მიჩვეული და ეს მაინც რაღაც ესეთია, მაინც და სხვათა შორის უფრო რთული არის, იცით? ხო, არა, პასუხისმგებლობა მეტია და ესეთ კლასიკურ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება აი 10000 ადამიანის წინაშე გამოხვიდე გარეღია სივრცეში, წესით ახლა ეგ უნდა უფრო რთული იყოს, მაგრამ აი ამ თეატრის რაღაც ინტერიერის ისე გნუსხავს და ეს რაღაც რა მოწესრიგებლად ჩაცმული ადამიანები შენს გინდა არ გინდა რაღაც ჩარჩოში გიწევს. გაურა აქვს თეატრს. ურმესი მადლობა წარმატებას გისურვებთ.